too curious. What's in the box? გაინტერესებთ რა ხდება აქ? ეს ჯადოსნური ჰელოვინია, რომელსაც ამ ვიდეოში იხილავთ. გამოვყევით ვიდეოს ბოლომდე და ერთად ვიმოგზაუროთ ბავშვობაში, რომლის სურვილიც ასე ძალიან მქონდა. ახლა კი ავისრულებ ამ ყველაფერს. გამარჯობა. დღეს მე თქვენ მოგიყვებით ჰელოვინის შესახებ და განახებ თუ როგორი ლამაზია აქაურობა ამ დღეებში. როგორ აღნიშნავს ხალხი და მათ შორის მეც როგორ აღნიშნავ ამ დღეს. ჩემთვის ეს დღე ძალიან განსაკუთრებულია, იმიტომ რომ დაბადების დღე მაქვს 31 ოქტომბერს, როდესაც ჰელოვინია. მოგიყვებით ჰელოვინის შესახებ, თუ საიდან მოდის, რატომ აღნიშნავენ საერთოდ, რატომ იცვამენ ამ კოსტუმებს და რა არის საერთოდ მართლა ესეთი სატანისტური არის თუ არა. დავიწყებ ამ სახლიდან, რომელიც ძალიან მომეწონა, ძალიან თითქოს პატარა მყუდრო და ესეთი წყნარი გაფორმება, მაგრამ ძალიან ლამაზია და მშვიდი. ახლა კი ვნახოთ დანარჩენი სახლები როგორ გამოიყურება. დროს ყველგან ესე გოგრა იყიდება. რატომ თუ იცით, იმიტომ რომ პოპულარულია ჰელოვინის გამო. და რატომ მაინც და მაინც გოგრა, იმიტომ რომ რაღაც ლეგენდა არსებობს ჯეკის შესახებ, ვიღაც ჯეკის შესახებ, რომელიც იყო ავისული და დაძრწოდა, ნუ ეს ამბავი ირლანდიიდან მოდის და დაძრწოდა ქუჩებში გოგრის თავით და შიგნით ანთებული სანთელით, რომელსაც რაღაცა ეს ნანახი გაქვთ ალბათ კბილები ამოჭრილი და თვალი ფორმა ჰქონდა ასეთი და ეს ამბავი არის ჯეკის შესახებ და ამ ჯეკიდან გამომდინარე ალაგებენ ყველგან სახლებში გოგრებს. და ახლა ამ დროს ყველგან ესე გოგრები იყიდება. და დადგა ეს დღეც, მოვიდა ჰელოვინი და ეს არის ჩემთან უბანში ახლოს არის ერთ-ერთი სახლია, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება, სრულად მაქვს გადაღებული ღამით და მაგას განახებთ. ეხლა მოგიყვებით მოკლედ ჰელოვინზე და მე უკვე ჩავიცვამ კოსტუმს და წავალ კარნავალზე. სულაც არ არის ეს დღესასწაული ესეთი დემონური, პირიქით რაღაცა ქრისტიანული სათავეებიც აქვს ამ დღესასწაულს. სულ თავიდან
2000 წლის წინ დაიწყეს ამ დღესასწაულის აღნიშვნა ჰელოუინის. ეს სახელიც არ ქონდა თავიდან, უბრალოდ რაღაცა დღე იყო განკუთვნილი, რომელიც დროსაც ადამიანები იცვამდნენ ფორმებს, რაღაცა მახინჯ ფორმებს და ცდილობდნენ რომ ავისულებისგან დაეცვათ თავისი თავი. ესეთი სათავე აქვს კელტური, შოტლანდიური და მოგვიანებით უკვე ქრისტიანულ სათავეებსაც იღებს ეს დღესასწაული. სახელიც ამ დროს დაერქვა ჰელოუინ, ანუ ყველა წმინდის საღამო. 31 ოქტომბერს საღამოს იწყებდნენ აღნიშვნას და ხვდებოდნენ 1 ნოემბერს. როგორც გავიგეთ, ჰელოუინს ამერიკული სათავეები არ აქვს, მაგრამ ეს დღესასწაული განსაკუთრებულად აქ უყვართ და აქვე მიიღო ის ფორმა, როგორც ახლა აღნიშნავთ. ამ სახლსაც ეტყობა თუ როგორ ძალისხმევას დებს ხალხი და როგორ ზეიმობს. დიდი ინტერესი გამიჩნდა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამას აკეთებს და გამიმართლა კიდეც. სახლის მეპატრონისთვის რამდენიმე კითხვის დასმა შევძელი. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. რა დრო გჭირდებათ ამ დეკორაციების გასაკეთებლად? ყვირა ნახევარი, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. ძალიან კარგად გამოიყურება. როგორ გწნობ თავს, როდესაც ბავშვებს აბედნია. ეს არის მიზეზი, რატომაც ვაკეთებ ამას. მოვდივარ, მათ ვუყურებ ყოველ საღამოს. ზოგს ეშინია, ზოგს კი უბრალოდ უხარია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ რამეს აკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა. ახლა კი დრო მოვიდა, მეც ჩავიცვა ჩემი კოსტუმი და გავეშურო კარნავალისკენ. დროებით. და ისიც ჩემი კოსტუმი. როგორც მიხვდით, შრეკი ვარ დღეს. ცოტა გობლინისფერი ვარ, მაგრამ რა ვიცი, შრეკს გავარ ცოტათი. პირველადაა, რომ ჩემი ჭარბიწონა არ მიწყობს ხელს, არასაკმარისია, მაგრამ არა უშავს რაღაც საშუალო ზონის შრეკი ვიქნები საშუალო ზონის კატეგორიაში. ეს არის ჩემი კოსტუმი. ახლა კი წავედით. Get ready with me.
ესე კოსტუმებში გამოწყობილი მილიონობით ადამიანი მივდივართ წინ. იმედი მაქვს რამე განვითარება გვექნება უკეთესი. და საინტერესოა ლამაზია. ფიონა. ჩემი ფიონა. მიუხედავად ცუდი ამინდისა და ხალხის უზომოდ დიდი რაოდენობისა, საოცარი ატმოსფერო იყო ქალაქში. ყველა ბედნიერი იყო, განსაკუთრებულად პატარები. მე რომ ბავშვობაში მსგავსი დღე მქონოდა, ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნებოდა. ახლა კი ის დროა, რომ პატარებს შეგვიძლია ასეთი ლამაზი ჰელოვინი ვაჩუქოთ და გთხოვთ, გამოგონილი მიზეზებით, ნუ გამოვაკლებთ ამ ზეიმს. ნავალი საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ იმდენი ხალხია, რომ უბრალოდ მარშზე ვერ გაივლი, მაგრამ გარშემო ქუჩებში ყველგან კოსტუმირებული ხალხი დადის, რომელიც ვიდეოში გამოჩნდება. ძალიან საინტერესოა. აქ მორჩა ჩვენი ვიდეო და რა ვიცი, იმედია მოგეწონება. თუ მოგეწონება, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის.